ეს დაკავება არაა, ესაა გადაცემა. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი BMG-სთან პირველ კომენტარს აკეთებს ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. სად და როგორ დააკავეს ყველა დეტალზე გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოზე ისაუბრებს, რომელიც 29 მაისს გაიმართება თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. 64 მილიარდ 210 მილიონი ლარი ბანკების საკრედიტო პორტფელი წლიურად 15.9%-ით არის გაზრდილი, მხოლოდ აპრილში ზრდამ 805 მილიონი შეადგინა. აპრილში საბანკო დეპოზიტები 58 მილიარდ 780 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ანაბრების თითქმის 48% ლარშია განთავსებული. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. ეს დაკავება არაა, ესაა გადაცემა, აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი BMG-სთან ინტერვიუში. Amsterdam and Partners-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადება არის სრული ფაბრიკაცია და სინამდვილეს არ შეესაბამება. განცხადებაში სუსი აღნიშნავდა, რომ ანონიმურ შეტყობინებაზე დაყრდნობით მიიღეს ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი გადაადგილდებოდა წითელ ხიდს და სადახლოს მწვანე ზონაში, სადაც მისი დაკავება მოხდა. შესაბამისად განცხადებაში არაა მითითებული ბაჩიაშვილი საქართველოს სომხეთის საზღვართან დააკავეს თუ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. რობერტ ამსტერდამი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება არის სრული სიცრუე და ის რეალობას არ შეესაბამება. ის თუ რა ვითარებაში მოხდა ბაჩიაშვილის დაკავება და რომელი ქვეყნიდან აიყვანეს ის, ამის შესახებ ბაჩიაშვილი განცხადებას 29 მაისს დაგეგმილ სასამართლოს ხდომაზე გააკეთებს. რობერტ ამსტერდამი მიუთითებს, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფება. ცვლილება ჯერ არ ამოქმედებულ გრანტების კანონში. ევროკავშირის ორ ფლაგმანულ პროგრამაში ჰორიზონტი ევროპასა და ერასმუს პლუსში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გრანტის მიღება მთავრობის წინასწარ თანხმობას აღარ დაექვემდებარება. ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ის მხოლოდ ამ პროგრამებს ეხება და სხვა საერთაშორისო ან ადგილობრივ დონორებზე არ გავრცელდება. ინფორმაციას IPN ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქართულმა ოცნებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოში გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინასწარ თანხმობით არის შესაძლებელი. რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც გრანტის გამცემის, ისე მიღების მიმართ. მონიტორინგის და კონტროლის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მინიჭებული. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ რეგულაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული აქტივობების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ. გაზაფხულის სავალუტო რეზერვების შევსებისთვის პოზიტიური პერიოდი გამოდგა. ეროვნულმა ბანკმა აპრილში ბიმაჩ პლატფორმით 266 მილიონ 400.000 დოლარი შეიზღიდა. მარტი-აპრილში კი 368 მილიონი აქვს შეძენილი. იანვარ-თებერვალში წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 4,52 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო რეზერვების დაგროვება მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, როცა ბაზარზე შესაბამისი შესაძლებლობა არსებობს, SEBI რეზერვების შევსების პოლიტიკას აქტიურად იყენებს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე 200 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახულ სისტემას მოაწყობს. საუბარია შემნახველი ბატარეების მშენებლობის პროექტზე, რომლისთვისაც საქართველოს აზიის განვითარების ბანკი თითქმის 98 მილიონ ევროს მოცულობის სესხს გამოუყოფს. პროექტის მიზანი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა და ასევე ქსელში განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დამატებაა. აღსანიშნავია, რომ ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მშენებლობას ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასულ წელს გამოცხადებული მეორე CFD აუქციონიც მოიცავდა, თუმცა კერძო სექტორის ინფორმაციით საბოლოოდ მთავრობამ კომპანიებთან ამ მიმართულებით მემორანდუმები აღარ გაუფორმებია. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმით. ანუკა მოგესალმები. საქართველოში პირველი ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის მოწყობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იგეგმება. შესაბამისი სასაცილო შეთანხმების პროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. 200 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახველი სისტემის პროექტის განხორციელების პერიოდად 2025-2028 წლებია მითითებული. მისი განმახორციელებელი კი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და როგორც აღინიშნა ობიექტის
მოწყობა ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე იგეგმება. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყანაში მსგავსი ტიპის ენერგოობიექტის არსებობა აუცილებელია, რადგან ასეთი ობიექტი საშუალებას იძლევა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია პიკური მოხმარების დროს იყოს გამოყენებული. მეორე მხრივ კი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის გარეშე სამომავლოდ ქსელში განახლებადი ენერგიის ობიექტების, მათ შორის ახალი მზის სადგურების ინტეგრირება გაჭირდება. შემნახველი ბატარეის როლი რამდენიმე მიმართულებით შეიძლება გამოიყენოს ქვეყანამ. პირველ რიგში თვითონ სისტემის უსაფრთხოებისთვის და მოგეხსენებათ მზის და ქარის პროექტების შემთხვევაში წარმოქმნილი რისკები შეიძლება დაზღვეული იქნეს აღნიშნული ბატარეის მეშვეობით. ასევე იძლევა საშუალებას ჭარბი ელექტროენერგიის შეგროვების და როცა სისტემას და ქვეყანას აქვს დეფიციტი, მაშინ მისი გამოყენების და ასევე იძლევა საშუალებას, რომ იმ პიკი საათების რისკები დაზღვეული იქნეს. ერთადერთი საკითხი რაც არის, ეს არის თვითონ ღირებულება, რა დაჯდება საბოლოოდ აღნიშნული პროექტის განხორციელება და მისი ეკონომიკური ეფექტი, თუ თქვათ, აღნიშნული მეტნაკლებად რეზერვუარიანი ტიპის ჰესებთან მიმართებაში, თქვათ, ახლოს იქნება ხარჯი და თქვათ, მისი ალტერნატივა რეალურად არის თქვათ, ხუდონი ნამოხანი აღნიშნული ტიპის პროექტები და მათ შემთხვევაში გამართლებულია ეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მშენებლობას ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასულ წელს გამოცხადებული მეორე CFD აუქციონიც მოიცავდა, თუმცა კერძო სექტორის ინფორმაციით საბოლოოდ მთავრობამ კომპანიებთან ამ მიმართულებით მემორანდუმები აღარ გააფორმა. როგორც ჩვენთან საუბარში მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, სავარაუდოდ მთავრობამ მიიჩნია, რომ კერძო სექტორის მიერ შეთავაზებული დაახლოებით 9 ცენტიანი ტარიფი ძვირი იყო და ამ ტიპის ენერგოობიექტების უფრო ცენტრალიზებული გზით მშენებლობა გადაწყვიტა. თორნიკე დარჯანია მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის შემნახველი პირველი სადგურის მოწყობის შემდეგ მთავრობამ ამ მიმართულებით გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები უკვე ბიზნესისთვისაც უნდა შექმნას. ვინაიდან მზის ელექტროსადგურები და კიდე სხვა ტიპის გენერაციის ობიექტები, განახლებადი წყაროები არის არასტაბილური გენერაციის წყარო, ხო? ანუ მათ ახასიათებს შეიძლება წამიერად შეიცვალოს სიმძლავრე, გაიზარდოს ან შემცირდეს. და აი ამ გაზრდაზე და შემცირებაზე რეაგირებისთვის არის საჭირო ასეთი ტიპის შემნახველი. შესაბამისად, ასეთი ტიპის შემნახველი როდესაც გაქვს, ხო, უფრო მეტი განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია შეგიძლია, ანუ არაცვალებადი, უბრალოდ ცვალებადი გენერაციის ობიექტების ინტეგრაცია შეგიძლია უფრო მეტად. იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის პროექტები ასეთი წარდგენილი, თუმცა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს ალბათ სავარაუდოდ არ იყო მომგებიანი ასეთი ტიპის სადგურების დაყენება, როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად და გადაწყვიტა, რომ ცენტრალიზებული მიდგომით, ანუ ეხლა როგორც ვიცი, ქსნის ქვესადგურში ყენდება ეს შემნახველი და ამ ტიპით წასულიყო. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და ვფიქრობ, რომ პირველი მაგალითი თუ სახელმწიფო მოგვცემს პირველ მაგალითს ამ შემნახველების მონტაჟისას და ვნახოთ როგორ გაამართლებს და უნდა გაამართლოს იმ სხვა ქვეყნებში ეს აპრობირებული პრაქტიკა არის. შემდგომ უკვე ქვედა დონეზეც, ანუ საწარმოებშიც და ჩვეულებრივ მეურნეობებშიც, სახლშიც, საყოფაცხოვრებო პირობებშიც უნდა იქნეს ინტეგრირებული ასეთი შემნახველები. როგორც აღინიშნა, ელექტროენერგიის შემნახველი სისტემის მოსაწყობად საქართველოს აზიის განვითარების ბანკი თითქმის 98 მილიონი ევროს მოცულობის ცესხს გამოუყოფს. ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება პროექტის მშენებლობის დაწყება, თუმცა მისი განხორციელების ვადად 2025-2028 წლებია მითითებული. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელსაც ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის პროექტსა და მის პოტენციალზე ინფორმაცია მოგვაწოდა. ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. 27 მაისს იერასტან, ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. იარბას 320 ტიპის თვითმფრინავით ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა. ყაზახეთის ქალაქი ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ თბილისი ატირაუ საჰაერო ხაზზე იერასტანამ.
კვირაში 3-ჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს. ამასთანავე, Air Astana 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 4-ჯერ ასრულებს ავიარეისებს ქალაქ ასტანის მიმართულებით და კვირაში 10-ჯერ ქალაქ ალმათის მიმართულებით. ასევე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Air Astana კვირაში 5-ჯერ სიხშირით ავიარეისებს ასრულებს ალმათიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. კიდევ ერთი ახალი მიმართულება ჩვენი აეროპორტიდან, ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან, რომელსაც ასრულებს ავიაკომპანია Air Astana. ეს არის ატირაოს მიმართულება და არის ყაზახეთში მესამე მიმართულება ჩვენი აეროპორტიდან. მოგეხსენებათ, უკვე სრულდება რეისები ალმა-ატას მიმართულებით, ასევე ასტანას მიმართულებით, ჯამში 15 სიხშირით, რასაც დაემატა ატირაო კვირაში 3 სიხშირით. ასევე ზაფხულის სეზონზე ვფიქრობთ, რომ ისინი დაამატებენ ერთ რეისს და არა მარტო ერთს, ალბათ უფრო მეც. მივიღეთ 125 მგზავრი, რაც არის პირველი რეისისთვის საკმაოდ კარგი ციფრი. ატირაო არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, სამრეწველო ქალაქი ყაზახეთში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მიმართულება დაემატა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა იზრდება. 2024 წელს ჩვენ დავამთავრეთ წელი ჩამხურეთ თითქმის 5 მილიონი მგზავრით და ჰქონდა 30%-იანი მატება. წელს ველოდებით 5.300.000-მდე მგზავრს და ასევე დღეის მდგომარეობით გვაქვს 14%-იანი მატება და ვფიქრობთ, რომ ყველა ახალი მიმართულება, რომელიც აეროპორტს ემატება, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და აეროპორტისთვის. ზაფხულში ექთნები ევროპაში მიდიან სამუშაოდ, ამ პერიოდში კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ დგას. ამის შესახებ ჟანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი აცხადებს, ვისი თქმით, დღეს ძალიან დიდია ექთნების ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი, რაც მათ შორის უკავშირდება ღირსეული ანაზღაურების არქონას, რაც ამ კადრებს უფიცგებს ქვეყნის დატოვებისკენ და უკეთესი სამუშაო პირობების ძიებისკენ. ნინო მირზიკაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რადგან სამედიცინო მომსახურების ხარისხი პირველ რიგში ექთნებზე და ოპერაციის შემდეგ პერიოდზე დამოკიდებული, რომელსაც სწორედ ექთნები მართავენ. რეალურად ხარისხი ჯანდაცვაზე და როცა ჩვენ ხარისხიან მომსახურებაზე, ხარისხიან მოვლაზე ვსაუბრობთ, აქ მთავარი მონაწილე და ამ ყველაფრის ფუძემდებელი არის მედდა. იმიტომ ექიმი აკეთებს ოპერაციას, თქვა და მისი მოვალეობა აქ სრულდება და მერე შესაბამისად თუ მოვლა არ არის ძირეული და საფუძვლიანი, სამწუხაროდ გამოსავლები შეიძლება იყოს ცუდი, თუნდაც კარგად ჩატარებულ ოპერაციას. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდი მოდის და ბევრი აღნიშნავს, რომ აი 2-3 თვით თქვა მიდიან ევროპაში და საქმდებიან და ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დეფიციტი არის ხოლმე იმატებს, რადგან რამოდენიმე თვით ყველა ცდილობს, რომ თქვა რაღაცა ის მაღალანაზღაურებადი ევროპაში სამუშაო იშაოს. რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ და ისევ ღირსეული ანაზღაურება უნდა მიბმული იყოს აუცილებლად კვალიფიკაციასთან და ეს არის ამის გასაღები, იმიტომ რომ თუ შესაბამისი კვალიფიკაციის მედდა და საკანონმდებლო ცვლილებები ამაზე რომ შევიდა, თქვა რეგისტრირებული ექთანი როგორც არის იქ მითითებული და სხვა არის ამის და მხოლოდ პროფესიული განათლების დონეზე არ უნდა იყოს ეს და აუცილებლად მნიშვნელოვანია საბაკალავრო პროგრამები, იმიტომ რომ ეს არის პროფესია და მნიშვნელოვანია ამ პროფესიის დაფასება და პრომოცია და ხელშეწყობა. იმისათვის რომ ჩვენ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს თქვა მედდები და დეფიციტის წინაშე არ იდგეს ისევ და ისევ სისტემა. საქმის კურსი 17 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ კი უნდა დაელოდოთ ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 საათს დაიწყება.